ჯო ვილსონის ვაჭრობის სქემა. ამერიკელი კონგრესმენი, რომელმაც დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე თითქოს სალომე ზურაბიშვილი ოფიციალურად მიიწვია, ცერემონიაზე დასესწრები ბილეთების გაყიდვით ფულს შოულობდა. ვილსონი ბილეთებს საკუთარი ოფიციალური საიტით ყიდდა. შესაბამისად, შესაძლებელია, რომ ზურაბიშვილმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასესწრები ბილეთი ჯო ვილსონისგან იყიდა. მას შემდეგ კი, რაც კონგრესმენმა ამერიკის 47 პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასესწრები ბილეთებით კარგად ივაჭრა, ფულის შოვნის ახალ გზას მიმართა. ახლა უკვე საკუთარი ვებგვერდის საშუალებით ყიდის ყველაფერს, რისი შესაძლებლობაც მას, როგორც კონგრესმენს აქვს. ყიდის დროშებს, რომლებიც კაპიტოლიუმის თავზე ეკიდა, ტურებს და ასევე სხვადასხვა ცერემონიების მოსაწვევებს. ჯო ვილსონის ახალმა ფინანსურმა სქემამ რადიკალური ოპოზიცია გააღიზიანა და უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო. დაბნეულმა თინა ბოკუჩავამ დღეს ჩვენს კითხვებზე საპასუხოდ მხოლოდ იმის თქმა მოიფიქრა, რომ კონგრესმენის ვაჭრობის სქემა რეალობას არ შეესაბამება და მოგონილია. პირად გვერდზე რა იბეჭდება, უნდა მიმართო ჯო ვილსონს. ჯო ვილსონი არის კონგრესმენი. ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანოს წევრი. მიმართეთ მას. პროპაგანდისტებს იმედის სახით ძალიან აღიზიანებთ ჯო ვილსონის თავდადება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ და ამ მიზნით უამრავ ტყუილს შეთხზავენ ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც გვერდში უდგას ქართულ ხალხს. იმას, რასაც თინა ბოკუჩავა შეთხზულ ტყუილს უწოდებს, რეალურად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წევრის ჯო ვილსონის პირად ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრები ბილეთის შესაძენად მომხმარებელი საიტზე მითითებულ ცალკე ბმულზე შედიოდა. ავსებდა სპეციალურ კითხვარს რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისა და თანხის გადახდის შემდეგ ის ბილეთის მფლობელი ხდებოდა. რადიკალების მაშველი რგოლის ჯო ვილსონის მსგავსი ქმედება მმართველი გუნდისთვის გასაკვირი არ არის. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამერიკელი კონგრესმენის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ გაკეთებულ ხისტ და უსამართლო განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ ვილსონს ნაცოპოზიციისა და მათი პატრონების დაკვეთით არაერთი თანხა აქვს აღებული. დიდად ეხლა ჩვენ საზოგადოებასაც არ აზიანებს მისი განცხადებები, ამიტომ სხვა დეტალებს ვერ გეტყვით. ჩვენთვის მთავარი არის ვაგვირდებით პრეზიდენტ ტრამპის საქმიანობას, კონგრესმენი ბევრია, პრეზიდენტი ერთია. იმედის მომცემი არის ნაბიჯები, რასაც ახალი ადმინისტრაცია დგამს. იმედი გვაქვს, რომ ეს იქნება არა მხოლოდ სიტყვები, რომელიც ჩვენ გვესმის, არამედ საქმითაც საბოლოო ჯამში საქართველოსაც აისახება Deep State-ის წინააღმდეგ ბრძოლა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ის სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც წინა ადმინისტრაციამ ცალმხრივად პოლიტიკური აქაც საქართველოში დესტაბილიზაციის შემოტანის მიზნით შეაჩერა, როგორც მათ თქვეს, და მზად ვართ, რომ სტრატეგიული პარტნიორობა იყოს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. თუ მოუნდება დროშა, რომელიც იყო კაპიტოლიუმზე გამოკიდებული, ბილეთები თუ მოუნდება შეერთებულ შტატებში ინაუგურაციაზე, ან არ შეიძლება კალათბურთის მატჩის ბილეთებსაც ყიდიდეს ეს ადამიანი, მიეწვიოს ჯო ვილსონის საიტს და იქიდან ის ძალიან მარტივად მოახდენს ამ ყველაფრის შეძენას. ეს ადამიანი ჩვენ რომ კონგრესმენი გვეგონა, თურმე ესეთი აქტიური მოვაჭრეა აი ამ რაღაცა ნივთებით 1000 წვრილმანით. სიმართლე ის არის, რომ ეს ადამიანი კეზერაშვილისგან თითოეული ტვიტის დაწერაში თავის გვერდზე იღებდა კონკრეტულ თანხას, რაღაც $1000 დოლარზე საუბარი. ეს კაცი არის გაკოტრებული, მე მგონი, პოლიტიკურად. უკვე იმ დონეზეა იმას თავის ტვიტერს ხوakირავებდა. ჩვენ საიდან გავიგეთ ეს? ფარაში არის რეგისტრირებული, რომ თურმე კეზერაშვილი $1000 უხდიდა ერთ იმაში, რა ქვია, თავის ოფიციალურ ტვიტერზე რომ დაეწერა განცხადება ქართველი ხალხის წინააღმდეგ და ჩვენ მთავრობის ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის წინააღმდეგ. მადამავნებელი მიიწვია, ეთყობა კაიფასი გადაახტევინა იმ ბილეთში, მაგრამ ხაზარაცები მე მგონი დასაჯა. იმ გის ვაშაძე საერთოდ კალათბურთის ბილეთი მიყიდა. ბოლოს უკვე გამოჩნდა რომ თურმე დროშებსაც ყიდის. ეს არის თქვენი რესპონდენტი. ავტორიტეტული. ჯო ვილსონი არის ჩვეულებრივი ლობისტი. ეხლა ძალიან საინტერესო იქნება ფარათი ამოვიკითხეთ ჩვენ მაგალითად წინა წლის მისი შემოსავალი კონკრეტულად ჩვენი ქვეყნიდან რას არის ჩარიცხული და მას თუ არ ვთქვი რამდენიმე $1000 ქონდა ჩარიცხული რაღაცა ტვიტების დასაწერა და რა თქმა უნდა ის ტვიტები რასაც იგი წერს ეს ყველაფერი არის ფასიანი. ეხლა მე არ ვიცი თითო ტვიტში რამდენს იღებს, მაგრამ გამოირჩევა დღეში 3-4 ტვიტით ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ პირდაპირ ვაჭრობს და
იღებს მატერიალურ დახმარებას და ასე შემდგომ, ეს იქიდანაც ჩანს, როდესაც ერთ-ერთი ვაშაძის განცხადებებს კითხულობს. აი ამ დონეზე არის დაცემული სამწუხაროდ. შესაბამისად მისი ეს თუნდაც აღმოჩენა, რომ იქ ინაუგურაციასთან დაკავშირებით ყიდდა ბილეთებს, ალბათ ყიდულობდა იაფად და მერე ყიდდა ძვირად და ასე შემდგომ, ეს რა თქმა უნდა არ არის გასაკვირი. ამიტომ აღმოჩნდნენ მართალია მაინც ბუჩქის ძირას, მაგრამ მაინც ამიტომ აღმოჩნდნენ აქაური ზოგი ვაი პოლიტიკოსები ვაშინგტონში. ზოგი ხის ძირას, ზოგი სართულის რაღაცა უჯრედის ქვეშ და ასე შემდგომ. მაგრამ მაინც აი უილსონისნაირი მსგავსი მოვაჭრეების წყალობით. ჯო უილსონის მხრიდან ზეწოლის, შანტაჟისა და რადიკალური განცხადებების უკან, რომ კონკრეტული ჩინოვნიკების ფინანსური ინტერესები დგას, ამის შესახებ მმართველ გუნდში უკვე დიდი ხანია საუბრობენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ კონგრესმენი პირდაპირ კავშირშია ოპოზიციის დამფინანსებელ დავით კეზერაშვილთან, რაც ამერიკული ფარას დოკუმენტებითაც მტკიცდება. უილსონი ლობისტური საქმიანობისთვის კეზერაშვილის ფორმულასაგან ფულს იღებს. შესაბამისად, ყველა მისი განცხადება მხოლოდ ოპოზიციის ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება და არაფერი აქვს საერთო ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციებთან. რადიკალების მაშველი რგოლი და ლობისტი ჯო უილსონი ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტის და არაერთი კრიტიკული განცხადების ავტორია.